მომდევნო ტესტი გახლავთ ასეთი, მას შემდეგ, რაც კინოგაქირავებაში ახალი მძაფრსიუჟეტიანი მხატვრული ფილმი გამოჩნდა, ქალაქის კინოთეატრებში სეანსებზე დასასწრები ბილეთების შოვნა პირველ რამდენიმე დღეს მსურველთა დიდი რაოდენობის გამო პრაქტიკულად შეუძლებელი იყო. ამის საფუძველზე ფილმის ეკრანზე გამოჩენიდან მალევე ქალაქის მესვეურებმა ივარაუდეს, რომ ფილმი კომერციულად მომგებიანი იქნებოდა. ხო, ძალიან სარისკო დასკვნა, ხო? მოკლედ გამოდის რაღაც ფილმი, კინოგაქირავება რას ნიშნავს? ნუ ფილმი გამოვიდა, რომელიც უნდა აჩვენონ, ხო? და ამ შემთხვევაში რაღაც მძაფრსიუჟეტიანი მხატვრული ფილმი არის. ანუ კინოგაქირავება პირდაპირ კინოთეატრებს ნიშნავს. და მერე ქალაქის კინოთეატრებში სეანსებზე დასასწრები ბილეთების შოვნაო პირველ რამდენიმე დღესო შეუძლებელი იყო თითქმის, რომ იმდენ ადამიანს სურდაო ყიდვაო რა. და რო გამოვიდა ეს ფილმიო მალევეო, აი ქალაქის ლიდერებმა რა, მესვეურებმა, მმართველებმა ივარაუდეს რაო, რომ ფილმი კომერციულად მომგებიანი იქნებოდა. ნახე შეატყვე, რომ მომავალზე მსჯელობენ, ანუ მომავალშიო მოგებას მოგვიტანსო, ხო? და მომგებიანი იქნებოდაო რა. ხო? ეგ იგულისხმება. და აი, ანუ რატო თქვი სარისკო დასკვნა? იმიტომ რომ ქვემოთ ჩამოთვლითაგან რომელი დააყენებს ყველაზე მეტად ეჭვქვეშ ქალაქის მესვეურთა ვარაუდის მართებულობას, რაზეც ჩვენ გვივარჯიშია 6 თვე და უფრო მეტი 2021 წლიდან ამას ვაკეთებთ, რომელი შეასუსტებს, რომელი გააძლიერებს. ანუ ყველაზე უფრო ძლიერი კონტრარგუმენტი გვინდა იმისა, რომ ფილმი კომერციულად მომგებიანი შეიძლება არ იყოს. აბა ავერსია. ფილმის გამოსვლიდან რამდენიმე დღის შემდეგ პრესაში გამოჩნდა კინოკრიტიკოსთა რეცენზიები, სადაც მკვეთრად უარყოფითად იყო შეფასებული ფილმის ოპერატორის ნამუშევარი. ეგ არაფერს არ ნიშნავს. ანუ თუ გაზეთებში იბეჭდება, რომ ცუდი ფილმი არის, ეგ ვერ უგულებელყოფს იმ ფაქტს, რომ ჯერ ერთი ნახეთ, როგორი ტენდენცია არის. პირველი რამდენიმე დღეო იმდენი ადამიანი იყო მსურველი ბილეთის ყიდვისო, რომ შეუძლებელიც კი იყო თითქმისო, რომ გეშოვა ეს ბილეთიო, ხო? და ვარაუდი ის, რომ იმისა, რომ მომავალშიც მომგებიანი იქნება, ხო? და რაღაც პერიოდი, ხო? სერიოზულ ეკონომიკურ სარგებელს მოგცემს ეს ფილმი. ეგ დარჩებოდა რა, ეგ ვარაუდი სიმართლედ, იმიტომ რომ ნუ ყოველ შემთხვევაში ვერ შესუსტდებოდა, იმიტომ რომ ვიღაცა შენზე რაღაცას ცუდს წერს, ამ შემთხვევაში კრიტიკოსი, ხო? კინოკრიტიკოსი რა არის? ეგ არის კინოკრიტიკოსი, რომ უარყოფითი მხარეც დააფიქსიროს, ხო? და თუნდაც მკვეთრად უარყოფითად შეგიფასოს შენი ნამუშევარი თუ ამ ფილმის ოპერატორი ხარ, ხო? და ცუდად არის გადაღებულიო. ნახე ხალხი მაინც მიაწყდა, არ არის გამორიცხული, რომ მომავალშიც მიაწყდეს და არასოდეს დასრულდეს ამ ფილმზე ვიზიტორთა რიცხვი. და ასე იყოს მრავალი წელი. შეიძლება, ხო, თეორიულად ეგეთი რაღაცა შექმნა. ამიტომ ვიღაცა რაღაცას რო ამბობს შენზე, ეგ არაფრის მანიშნებელი არ არის ეკონომიკური თვალსაზრისით რა. ხო, შეიძლება ამ პრესას არც არავინ კითხულობდეს. მე ვარიანტი, მიუხედავად იმისა, რომ ქალაქის კინოთეატრების ქსელი საკმაოდ ფართოა, ხოლო შესაბამისი ინფრასტრუქტურა მაღალი დონისაა, ფილმს ქალაქის მხოლოდ რამდენიმე კინოთეატრში უჩვენებდნენ. ხო, ანუ სიტყვაზე ქალაქში რაღაცა 20 კინოთეატრია მაგალითად და ნუ ინფრასტრუქტურა, ანუ ეს ყველაფერი ხო მოწყობა მაღალი დონის არის და მხოლოდ 5 განაჩვენებდნენ დაუშვათ, რამდენიმე ხო სიტყვაზე 5 იყოს. ეგ უბრალოდ იმ ფაქტს ხსნის, რომ რატომ იყო შეუძლებელი ბილეთების შოვნა, იმიტომ რომ მან თუ რიგში უნდა ჩამდგარიყავი, ხო? და უამრავი ადამიანი თუ იყო მსურველი 5 კინოთეატრზე, ან თუნდაც 4-ზე, ან თუნდაც 3-ზე, როცა გადანაწილდებოდა, მცირე იყო შანსი, ხო, რომ შეგრჩენოდა ბილეთი. ანუ რახან ცოტა კინოთეატრში უჩვენებენ, ეგ იმას ნიშნავს, რომ ფილმი მომგებიანი არ იქნება, არა, უბრალოდ სადაც უჩვენებენ, იქედან იქნება მოგება, ხო ხვდები? ქსელი ფართოა, რამდენიმე უჩვენებს. არ ნიშნავს, რომ შენ წაგებაში ნახავ, ან წაგებას ნახავ, ან მოგებას ვერ ნახავ, არა. შესაძლებელია ძალიან ჩვეულებრივ, რომ
უბრალოდ ეს მსურველთა დიდი რაოდენობა და ინტერესი გაგრძელდეს. უბრალოდ აი ამ რამდენიმე კინოთეატრში მივა ეს ხალხი რა და შეიძლება ისევ იგივე ვარაუდის გამოთქმა, რომ ნახე ამ რამდენიმე კინოთეატრს მიაწყდა ხალხი, ესე იგი არ არის გამორიცხული, რომ მომავალში ცხოველად ზეგაც 10 თვის მერეც მუდმივად იყიდონ ბილეთები და უყურონ ამ ფილმს, ან რიცხვი ამ შემთხვევაში არაფრის თქმელი არ არის. რა ამ რამდენიმე კინოთეატრში არ იქნებოდა ინფრასტრუქტურა მაღალი ხო შეიძლება იყოს არა და არც არის მაგაზე დამოკიდებული. შეიძლება ცუდი ინფრასტრუქტურა იყოს და ხალხი ფეხზე მდგომარე უყურებდეს, მდგომი. იმდენად მაგარი ფილმი იყოს, ხო? ესაა ლოგიკა რა. გევერსია ფილმი, რომელშიც რამდენიმე კინოვარსკვლავი მონაწილეობდა, საქვეყნოდ აღიარებულმა რეჟისორმა გადაიღო, რომლის ადრეული ნამუშევრები მსოფლიო კინოხელოვნების ოქროს ფონდშია შესული. ეხლა ესეთი კინოვარსკვლავები თუ ჩამოდიან შენთან და თან აღიარებული რეჟისორი გადაიღებს ფილმს, ხო? და მისი ნამუშევრები ადრე რაც იშრომა ამ კაცმა სოფლიო კინოხელოვნების ოქროს ფონდშია შესული, რას დაელოდები? წაგებას დაელოდები ამ ფილმიდან? არა, რა თქმა უნდა. მსურველთა დიდი რაოდენობაც აიხსნება იქედან, რომ ნუ გენიოსის ნამუშევართან გვაქვს ესე იგი შეხება და მომავალშიც გაგრძელდება ეს ადამიანთა რიგები ამ ფილმის სანახავად, ხო? იმიტომ რომ ასეთი მაგარი თუ არის ეს რეჟისორი და კინოვარსკვლავებიც არიან, ესე იგი მოთხოვნაც მაღალი უნდა იყოს. დევერსია, მიუხედავად იმისა, რომ პირველ დღეებში ფილმი ქალაქის კინომოყვარულთა მხოლოდ 0.1%-მა ნახა, გამოსვლიდან დაახლოებით 1 კვირის შემდეგ ამ ფილმის ჩვენებისას კინოდარბაზებში სულ უფრო მეტი თავისუფალი ადგილი რჩებოდა. ხო, აი ეს სხვა ამბავია. ნახე, ეხლა აქ ისე იწყება დევერსია, რომ მიუხედავად იმისაო, რომ 0.1%-მა ნახაო, მერეო კიდე იკლებდა, ანუ უნდა თითქოს უნდა იფიქრო, რომ 0.1% რაღაცნაირად დაბალი რიცხვია და მერე კიდე უფრო კლებულობს, ანუ სინამდვილე იცი როგორია? არსებობს ქალაქი, რომ 10 მილიონი ადამიანი ცხოვრობს, 20 მილიონი, 50 მილიონი, 70 მილიონიანი ქალაქებიც არის, ხო და ნახე, რადგან 0.1% თან ეს ლოგიკა არის. ჰიპოთეტური ქალაქით შეგიძლია წარმოიდგინო, ხო? რამდენი ადამიანი იქნება, არავინ არ იცის. და მიუხედავად იმისა, რომ პირველ დღეებში ფილმი ქალაქის კინომოყვარულთა მხოლოდ 0.1%-მა ნახა, ეს შეიძლება დიდი რიცხვი იყოს, ეს შეიძლება პატარა რიცხვი იყოს. ეგ არავინ არ იცის, მაგრამ ანუ რამდენი იყო კინომოყვარულთა რიცხვი, მაქედან უნდა გამოვითვალოთ 0.1%, რაც შეუძლებელია, უბრალოდ ვარაუდის დონეზე შეგიძლია თქვა რამე, მაგრამ ფაქტი ხო ეგ არის, რომ მსურველთა დიდი რაოდენობის გამო პრაქტიკულად შეუძლებელი იყო. დაუშვი, რომ ვთქვათ, რავი, 10,000 ადამიანმა ნახა ფილმი, ხო? და მაგიტო ვარაუდობ, რომ მომავალშიც კომერციულად მომგებიანი იქნება. ეგ მომენტალური ფურორი იყო. თორე ნახე, ანუ როდის იყო ამოცანის პირობის თანახმად პრაქტიკულად შეუძლებელი და მსურველთა დიდი რაოდენობა და ეს ყველაფერი როდის მოხდა? პირველ რამდენიმე დღესო ბილეთების შოვნა შეუძლებელი იყო, ანუ რიგები იყო პირველ რამდენიმე დღეს, ხო და ნახე, ეგ რიგები და რაღაც შექმნა კინომოყვარულთა 0.1%-მა, სავარაუდოდ დიდმა რიცხვმა, ხო? მაგრამ გამოსვლიდან დაახლოებით 1 კვირის შემდეგ, 1 კვირის მერე პირველი რამდენიმე დღე აღარ ითვლება. ეგ ორი სხვადასხვა რაღაცაა. პირველი რამდენიმე დღე მესმის, პირველი, მეორე, მესამე, მეოთხე, კაი, მეხუთე, მაგრამ 1 კვირის შემდეგ, ნუ ეგ უკვე რამ პირველი დღეები აღარ არის. ხო და ნახე ტენდენცია როგორია ამ ფილმის ჩვენებისასო, კინოდარბაზებში სულ უფრო მეტი თავისუფალი ადგილი რჩებოდაო. თავისუფალი ადგილი რჩებოდა, რას ნიშნავს? ანუ აღარ ესწრებოდა ხალხი. ხო და ნახე თუ 7 დღე გავიდა და მერვე დღეს 10 თავისუფალი ადგილია, მე-9 დღეს 15 და ასე შემდეგ და რაღაცა შეიძლება 2 კვირის მერე ერთი კაცი დაესწროს ამ ფილმს, ან საერთოდ არავინ. ხო, ჩვეულებრივი მოვლენაა რა, არ ყოფილ ხარ ისეთ კინოზე, სადაც შენ გარდა 2 ადამიანი
ისხდა და იჯდა, ხო? ისხდნენ და ორი ადამიანი იჯდა, ეს არის სწორი ფორმა, ხო? ნუ ხო ხვდები, აი მაგ დროს ეგეთი ფილმი კომერციულად მომგებიანი იქნება, ვერა, ხო? ამიტომ D იქნება რა სწორი პასუხი აქ, იმიტომ რომ შორეულ გათვლას აკეთებს ეს ქალაქის მენეჯმენტი, ანუ მესვეურები, რომ ამბობენ, რომ რახან ესეთი ფურორი შეიქმნა და რახან ამდენი ბილეთი გაიყიდა და ესეთი აჟიოტაჟი მოყვა და დიდი, ხო, აყალმაყალი და მოთხოვნა იყო თავდაპირველად, მერეც ეგრე იქნებაო და მომგებიანი იქნებაო. ხო, მოგებას და კომერციულ სტაბილურობას და სარგებელს განსაზღვრავს არა მარტო პირველი რამდენიმე დღე, არამედ დარჩენილი უსასრულო დღეები. ხო, და თუ მცირდება ერთი კვირის მერე თავისუფალი ადგილები, რა გასაკვირია, რომ არ იყოს მომგებიანი ამ ქალაქისთვის ეს ფილმი, უბრალოდ თავიდან რაღაცა შემოსავალს ნახავდნენ და ეგ შემოსავალი შეიძლება წავიდეს მსახიობებზე, ხო? ავი რეჟისორზე და ნებისმიერ ადამიანზე, ვინც დაგეგმა და წვლილი შეიტანა შენ ქალაქში ამ ფილმის მოტანაზე და შეიძლება წაგებაშიც კი წახვიდე. ხო, და ამიტომ მეტი თავისუფალი ადგილი ნიშნავს ადამიანები აღარ ესწრებოდნენ. ანუ თავიდან თავდაპირველმა ამ რაღაცა ეიფორიამ გადაიარა. გადაიარა, ესე იგი კომერციულად მომგებიანი შეიძლება აღარ იყოს მომავალში და არც იქნება ამ ვერსიის თანახმად. აღარ უყურებენ, აღარ მიდის ხალხი. და ვარიანტი, ერთ-ერთ კინოთეატრში ფილმის პრემიერაზე დამსწრე მაყურებელთაგან დაახლოებით 1/10-მა ფილმის დადებითად შეფასებისაგან თავი შეიკავა. ეს არაფერს არ ნიშნავს, იმიტომ რომ არ ნიშნავს, რას ნიშნავს? იმას, რომ დავუშვათ რამდენი ესწრებოდა, ჯერ ეგ უცნობია, რომც იცოდე 1/10 თუ შეაფასებს დადებითად, ან 1/10 არ შეაფასებს დადებითად, და არ იტყვის, რომ ეს კაი ფილმი იყო, ეგ თავის შეკავება ავტომატურად არ ნიშნავს იმას, რომ ეს ფილმი კომერციულად წამგებიანი იქნება. ანუ ვიღაცის აზრი მაგას არ ნიშნავს. თან ერთ-ერთ კინოთეატრში მოხდა ასეთი შემთხვევა, რომ 1/10-მა, ხო, ფილმზე არაფერი თქვა. ანუ 100 კაცი რო დასწრებოდა სიტყვაზე და 100-ის 1/10, ხო? ანუ 10-ზე გაყოფა. ხო გამოდის 10 კაცი. ესე იგი 10 კაცმა არ თქვა, რომ კაი ფილმი იყო. სამაგეროდ ხო შეიძლება 90-ზე თქვა, რომ კარგი იყო და მას ეთი ადამიანების ხარჯზე მომავალშიც დიდი მოგება ენახა ამ ქალაქს აი ამ ფილმის დამსახურებით. ნუ D გამოდის, ხო? ყველაზე მეტად ეჩქვეშ იმ ფაქტს, რომ ეს ფილმი მე მოგებას მომიტანს და ფული შემოვა, არა, ნახე цаრიელდება დარბაზები 7 დღის მერე. აი, მგონი გასაგებია რა.